მოგესალმებით დღეს ხუთშაბათია და ტრადიციულად დავუბრუნდით გადაცემით სივრცე დიალოგისთვის. მე თამთედოლიძე ვარ და დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე, ეს გახლავთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მასში მონაწილეობის საკითხი. მოგეხსენებათ, რომ ამ მხრივ ოპოზიციური სპექტრი ჯერ ბოლომდე შეთანხმებული არ არის და ამ თემაზე სასაუბროთ დღევანდელ ეთერში მოვიწვიეთ ბატონი მიხეილ გოგოტიშვილი, ევროპული საქართველოს ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მოგესალმებით მიშა, დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. მოგესალმებით თამთა, მოგესალმებით ჩვენ ტელემაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ბატონო, მადლობა მობრძანებისთვის. გარდა იმისა, რაც გვაქვს ტრადიციულად აქტუალური და მტკივნეული საკითხები დღეს ქვეყანაში, 4 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად ამ დღის წესრიგს დაემატა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი და მოდი ამით დავიწყოთ საუბარი. მიუხედავად ბევრი და მრავალმხრივი შეხვედრებისა, შეთავაზებებისა და ასე შემდეგ, ჯერჯერობით ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიციაში არ არსებობს ერთიანი აზრი მონაწილეობასთან დაკავშირებით, რადგან მაგალითად ლელო და გახარიას გუნდი არ გამორიცხავენ, რომ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. როგორია თქვენი და თქვენი პარტიის და ამ შემთხვევაში კოალიციისაც მოსაზრება და პირადად თქვენი მოსაზრება ყველაზე საინტერესო ამ შემთხვევაში. დიახ, თამთა, თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, რომ ოპოზიციური სპექტრი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული და შეთანხმებული ჯერჯერობით არ არის. მე ახლა გეტყვით ძალიან მოკლე პასუხს და შემდეგ განვავრცოთ ეს პასუხი. ადგილობრივი თვითმმართველობის 4 ოქტომბრის არჩევნებში არ შეიძლება მონაწილეობის მიღება ოპოზიციის მხრიდან. არა. და თუ რატომ ამაზე ძალიან ბევრჯერობენ და ჩემასაც და პარტიისაცაც გეტყვით რა თქმა უნდა. რადგან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ მყისიერად დავიწყეთ საპროტესტო მოძრაობა 200 დღეზე მეტია მიმდინარეობს რუსთაველზე პროტესტი, მიმდინარეობს მარში, მოძრაობები საზღვარგარეთ ქვეყნებში, საზღვარგარეთის ქვეყნებში ემიგრაციაში არის პროტესტები და ის რომ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნები, რაც შეეხება პოლიტპატიმრების გამოშვებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, აქედან გამომდინარე ჩვენ თვლით, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდა გასულ წელს, არის არალეგიტიმური და შესაბამისად ჩვენ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, ამ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა იქნება ფარსი. ფარსი და პლუს ამას იქნება ღალატი იმ ადამიანების, ვინც სამშობლოს სიყვარულისათვის ძიან ციხეში. ვინც დაჩაგრულია იმის გამო, რომ დაკარგა მისი ხმა, გაბათილდა, დაიკარგა და ასე შემდეგ. არანაირი პირობა არ გაგვაჩნია ჩვენ იმისა, რომ ჩვენი ხმა იქნება დაცული, ჩვენი ამომრჩეველი არ იქნება დაშინებული და შესაბამისად ჩატარდება ნორმალური არჩევნები. რასაც ვითხოვთ, რა თქმა უნდა, ჩემთვის და ნებისმიერი პოლიტიკოსისათვის პოლიტიკა და არჩევნები ძალიან აზარტულია. რა თქმა უნდა. და ძალიან მინდა რომ არჩევნებში ჩავერთოთ და ვიმოძრაოთ. ეგაა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი წესი, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ ამ პირობებში ნამდვილად არ შეიძლება. სანამ საქართველოს არის რუსეთის რაღაც მიტოვებული გუბერნია, საქართველოში არ შეიძლება ჩატარდეს ნორმალური არჩევნები, უნდა შეიცვალოს არჩევნო ადმინისტრაცია და შეიცვალოს უნდა მთავრობა. ნორმალური მთავრობა, ბოდიში თამთა გადავედი ბოლოსა და ნორმალური მთავრობა ამ დროს უკვე გადამდგარი უნდა იყოს, როდესაც ამდენი პროტესტს ხედავს და ამდენი პროტესტი მიმდინარეობს მისი მოქალაქეების, მისი ამომრჩევლის, მისი ხალხის მხრიდან. ამასთანავე პლუს ჩვენ მოვისმინეთ გუშინ ირაკლი კობახეთის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ეუთოდირის სადამკვირვებლო მისიების შეწუხება არ ღირს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ამასთან დაკავშირებით რა ეს კიდევ ერთი მისი ცინიკური მიდგომა ჩვენი ხალხის მიმართ, ევროკავშირის მიმართ, საერთოდ ევროპის და თავისუფალი საზოგადოების მიმართ, რომ თითქოს ვერ შევაწუხებთ ეუთოდირს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ჩამოვიდეს და დააკვირდესო. მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისათვის და ამაზე ეს ისეთივე განცხადება, როგორც მან გააკეთა განცხადება, რომ წყვეთ 2028 წლამდე ევროკავშირთან ურთიერთობას. ეს ხო არის აბსურდი. ჩვენ ვართ მისული იმ დონეზე, რომ ვუკაკუნებთ კარებზე, რომ გაგვიღონ ევროკავშირის კარები და შევიდეთ ევროკავშირში, ნატოში და დავიმკვიდროთ საქართველოს თავისი კუთვნილი ადგილი საერთაშორისო თანამეგობრობაში და ამას პირდაპირ გვეუბნება, რაც უნდა. მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს, სხვას არავის. ამას ახმოვანებს ჩვენი ქვეყნის პირველი პირი.
თვითმმართველობის არჩევნების საკითხი რომ ამოვწუროთ იმ პარტიების მხრიდან, რომლებიც აპირებენ და გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას, ან მინიმუმ არ გამორიცხავენ, ასეთი არგუმენტები ჟღერდება ხოლმე, რომელიც თქვენს გეცოდინებათ, მაგალითად ის, რომ მიუხედავად წინა საპარლამენტო არჩევნების არაღიარებისა, მათი თქმით გაყალბებით ჩატარებისა, ამ არჩევნებში მონაწილეობა საჭიროა იმიტომ, რომ მინიმუმ ოპოზიციამ მოიგოს დიდი ქალაქები, მაგალითად თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და ეს კიდევ უფრო დიდი იარაღი იქნება შემდეგ უკვე ხელისუფლების შეცვლისთვის, ასეთია მათი პოზიცია. თუმცა აი ელთოდერის არ მოწვევის პირობებში, მაგალითად საარჩევნო ადმინისტრაციის არ შეცვლის პირობებში და ასე შემდეგ, რამდენად რეალურია მათი არგუმენტები და ალბათ ვიპასუხებთ, რომ არ არის რეალური, მაგრამ მაშინ რა მოძრავებს კონკრეტულად ამ პარტიებს და რა სტრატეგია აქვთ მათ როგორ გგონიათ? დიახ, თამთა თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ რა თქმა უნდა მე არ მიმაჩნია გამართლებულად ეს. იმიტომ რომ საქართველოში არ არის ის საარჩევნო გარემო, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი სიტყვის ხმამაღლა თქმა და დაფიქსირება არჩევნების წესით. ამიტომ ვაპროტესტებთ, რომ შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და შეიცვალოს მთავრობაც მთლიანად. თუმცა ამ მთავრობის პირობებში ჩატარებული ვთქვათ, რეალურად რო ავიღოთ, ვთქვათ ის მათ რა არგუმენტებიც მოყავს. ამ ოპოზიციურ პარტიებს, რომ თქვა თბილისი მოგებული იყო, წინა ადგილობრივ არჩევნებზე მოგებული იყო. თუმცა მთელი საქართველო მოგებული იყო, რომელიც აჩვენა exit polls მოდაცემებმა 60-ით 40-ზე უხეშად ვამბობ, მოგებული იყო ოპოზიცია მთავრობასთან მემართებაში. 1 საათის განმავლობაში, სანამ შეცვალა CSKM-ის მონაცემები და უარყო ფაქტურად, ესე იგი გამოდის, რომ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მთელ მსოფლიოში 2%-ით ცდომილებით ატარებენ exit polls და საბოლოო შედეგთან 2%-ით ცდომილებით დებენ წინასწარ შედეგს, აქ შეცდნენ 20%-ით, ხო? ეს ხომ აბსურდია საერთოდ და აქედან გამომდინარე, ანალოგიური თუ თქვათ, გაერთიანდება პირობითად მთელი ოპოზიციური სპექტრი და თბილისში მთელი ძალებით ვიმოქმედებთ და თქვათ, მოვიგოთ, მთავრობა 2-მაგად და 10-მაგად გაორმაგებს იქ თავის ძალებს, ასე რომ ვთქვათ და მაინც ვერ მივიღებთ იმ შედეგს, მოგებით შეიძლება მოვიგოთ, მაგრამ დაწერენ იმ შედეგს, რაც მათ სურს, რაც გააკეთენ წინა შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, უკვე ადგილობრივ არჩევნებში ჩართვა არის სხვა რელსებზე გადაყვანა ამ საპროტესტო. რა მოძრავებს მათ, როცა გთავაზობენ დანარჩენ ოპოზიციურ ფლანგს აი ამ წინადადებას? ვერ გეტყვით ამთა, ახლა აქ შეიძლება ზოგმა რადიკალურმა პოლიტიკოსმა ცოტა სხვანაირადაც თქვას, მაგრამ მე თავისუფლებას ვერ მივცემ, იმიტომ რომ მე არ მაქვს უფლება ვინმეს პატრიოტობაში ან ვინმეს კეთილსინდისიერებაში ეჭვი შევიტანო. თუმცა, ალბათ რაღაც მათი მოტივები გონიათ, რომ მართალია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, საერთო შეთანხმებით, საერთო საუბრით, ისინიც გადაიფიქრებენ და ბოიკოტს გამოუცხადებენ ამ არჩევნებს, რომ დავანახოთ კიდევ ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ამათ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. თუ დაუშვათ მათ მაინც გადაწყვეტეს მონაწილეობის მიღება ამ არჩევნებში, როგორ გგონიათ როგორ იქნება შეფასებები დასავლეთის მხრიდან და ეს ხომ არ შესძენს ერთგვარ ლეგიტიმაციას ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ამ არჩევნებს? რა თქმა უნდა, თამთა ეს იქნება ძალიან ცუდი მაგალითი, ბრწყალებში ვამბობ, რა თქმა უნდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე ეჭვი შეეპარება ოპოზიციური ძალების ერთობაში, იმასშიც, რომ წინა არჩევნები გაყალბდა და ეს შესაბამისად მათთვის იქნება мотивация, რომ ცოტა უკან დაიხიონ და ჩვენ უფრო ნაკლები ძალებით დაგვეხმარონ. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ვიღაც ტყუის მაშინ, ხო? ტყუის ვინც თქვათ მიიღებს მონაწილეობას, ან ვინც არ მიიღებს მონაწილეობას. თუ ოპოზიცია ვართ ერთიანი და ერთიანი ძალებით ვიბრძვით, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, მე არ ვამბობ, რომ მთელი ოპოზიცია ერთ აზრზე უნდა იყოს, მაგრამ ერთ აზრზე უნდა ვიყოთ საკვანძო საკითხებში. სიტუაციური მოკავშირეები ვართ ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში, რადგან გვაქვს ბრძოლა ხელისუფლებასთან.
გვინდა ვიბრძვით რომ შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს კვლავაც პროდასავლური ძალები ქვეყანაში, ხო? შემდეგ ამის შემდეგ არის უკვე გასანაწილებელი ოპოზიციაში ვინ პრორუსული ძალა იქცეს შეიძლება, ვინ ცენტრისტი გახდეს, მემარჯვენე, მემარცხენე და ასე შემდეგ. ეს უკვე მომავალი ხელში მეორე ხარისხოვანი რა თქმა უნდა. თქვენი პარტიის გეგმებზე ამოცანებს და ზოგადად დღევანდელ სტრატეგიაზე რომ გადავიდეთ, რას გვეტყოდით ახალს და ზოგადად ოპოზიციასაც თუნდაც ვხედავთ რომ უკვე უამრავი დღე არის რუსთაველზე პროტესტი მიმდინარეობს, ვხედავთ დასავლეთის მხრიდან ძალიან კაფიო და მკაცრ განცხადებებს, ვხედავთ მეგობარი აქტის მიღების ძალიან ახლო პერსპექტივასაც. ამ პირობებში როგორ გგონიათ, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ ბოიკოტის გარდა არჩევნების მიმართ და როგორ უნდა ითამაშოს აი ამ პროცესებში ერთ-ერთი მთავარი როლი, რომელიც რაღაცნაირად სადღაც მიიყვანს ამ პროცესს, მოდი ასე ვუხეშად კი ბატონო. კი ბატონო, კი თამთა აი ზუსტად მაგაზე არის ზუსტად საუბრები, ამაზე გვაქვს ჩვენ შეხვედრები, რა თქმა უნდა. დღეს არის საშუალება რომ ზუმითაც ვერთვებით პოლიტსაბჭოს წევრები ძალიან ბევრს მსჯელობთ და მოგეხსენებათ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე გიგი წერეთელი არის ერთ-ერთი ისეთი პიროვნება, რომელსაც მთელი დასავლეთი ძალიან კარგად იცნობს, უსმენენ და თავისი აზრი არის მართლაც დასაფასებელი და უდიდესი გამოცდილების მქონე ადამიანია და კარგად იცნობენ დასავლეთშიც რომ რუსეთისკენ მთელი ცხოვრების განმავლობაში არც ერთი წუთიც არ გაუხედია და არ თანამშრომლია და დასაყრდენი პიროვნებაა. აქედან გამომდინარე, ესე იგი ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ, ეს ბატონი გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე ჩვენი პარტიის ცენტრალ ყოველდღიურად რუსთაველზე არიან. ყოველდღე ჩვენ შეძლებს და გვარად, როდესაც გვაქვს საშუალება რეგიონებით ჩავდივართ და უერთდებით მასშტაბური ღონისძიებებს. და ჩვენი ესე იგი მთავარი ამოცანა არის ის, რომ დასავლეთის დახმარებით ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ეგაა ჩვენი ამოცანა, სადაც უნდა მივიდეს და სადაც იქნება ჩვენი ქვეყნის ხსნა, ასე რომ ვთქვათ, უნდა ჩატარდეს რიგგარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დღეს არსებული ცენტრალური CSKO-ს გარეშე. ანუ ადმინისტრირება უნდა მოხდეს სხვანაირად, უნდა ჩაერთოს არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ჩაატარებენ საპარლამენტო არჩევნებს და შემდეგ არჩევნების მიხედვით უკვე დაალაგდება ახალი მთავრობა. კი ბატონო. პრინციპში ბოლო შეკითხვას დაგისვამთ ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები ახსნეთ და საინტერესოა თქვენი მოსაზრება ბოლო კანონებთან დაკავშირებით, რომელიც მიღებული იქნა რუსული კანონის შემდეგ მიიღეს ფარა, გრანტების შესახებ კანონში შეიტანეს ცვლილებები, ასევე მედიის შესახებ კანონში და აღმოჩნდა, რომ საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი და მედია ასევე განსაკუთრებით. ამ სიტუაციიდან არ ვიცი გამოსავალს რამდენად ხედავთ, მაგრამ როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს და რა სტრატეგიას ხედავთ გამოსავალად, თუნდაც მათი მხრიდან სამოქალაქო სექტორი, როგორც თვითონ ამბობენ, მოექცნენ აბსოლუტურ წნეხში. ერთმნიშვნელოვნად ვამბობ თამთა რომ ეს არის ძალიან ცუდი. ეს არის რუსული კანონის გაგრძელება და შვილობილი, რადგან კიდევ ერთხელ მოკლან სამოქალაქო საზოგადოება, რომლის შუქურა და რომლის ესე იგი გამოვლენა და საერთოდ დაბადება სამოქალაქო საზოგადოების მოხდა საქართველოში პრესის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ძალის ხმევით. გამოფხიზლება, რასაც ქვია. და ასევე დავწერთ იმასაც, რომ ხელისუფლებასაც საკმაოდ მრავალწლიანი და მნიშვნელოვანი თანამშრომლობის პრაქტიკა აქვს არასამთავრობო სექტორთან. რა თქმა უნდა და საკმაოდ აი არ არსებობს საქმე და პროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსებით და გრანტით ევროკავშირიდან არ იყოს დაფინანსებული. თუნდაც ჩვენი ქალაქი რო გალამაზდა ესე კარგად ის 16 მილიონი საიდან მოვიდა, ხო? ეს ხო ევროკავშირის გრანტია და ასე შემდეგ უამრავი ახლა ამაზე რომ ჩამოვყვეთ შეიძლება ძალიან შორტწავი ვიყავ ასევე თქვენ მაყურებელს რომ აი ამ პირობებშიც კი რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება თუნდაც ოზურგეთის მაგალითზე გერმანიის მთავრობის დაფინანსებით იწყება ჭადრების ბაღის პარკის უძველესი ხეების გადარჩენის ღონისძიებები რაცაც ჯერ კიდევ აფინანსებს გერმანიის მთავრობა. ჯერ კიდევ აფინანსებს და დარწმუნებული ვარ გაგრძელდება და აი ამიტომ ახლა მინდა რეზიუმესავით გავაკეთოთ ამ ოპოზიციურ სპექტრთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე ხმამაღლა უნდა მოიღოს ხმა ამბობენ რა თქმა უნდა მაგრამ უფრო მეტად რომ თავიანთ დონორებთან
თავი სადაც კი ხმა მიუწვდება, რომ დაგვეხმაროს უცხოეთმა, დაგვეხმაროს თავისუფალმა თანამეგობრობამ და თავისუფალმა ქვეყნებმა, რომ საქართველოში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. კი ბატონო და მაინც დაგისვამთ ერთ კითხვას, შეგიძლიათ მოკლედ პასუხოთ, მოსახლეობის განწყობები, ანუ თქვენ დარწმუნებული ვარ, გიწევთ ხშირად შეხვედრა ადამიანთან, მოქალაქეებთან და ასე შემდეგ. რაიმე დინამიკა იგრძნობა თუ არა მოქალაქეების განწყობებში და როგორია მათი დამოკიდებულება არა მხოლოდ თქვენი პარტიის და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, ზოგადად საზოგადოების. ერთი რამ, რაცაც მე ვამჩნევთ ამთა, უკვე პარტიებად აღარ გყოფს მოსახლეობა, ოპოზიცია და მთავრობა. ოპოზიციაში იგულისხმება ევროპული საქართველოს ნაციონალური მოძრაობა, ლელო, გახარია, ეს ახლებს ყველაფერს ერთად მოგვიაზრებს და ეს ჩვენ არ უნდა დავარღვიოთ და მოსახლეობამდე უნდა მივიდეთ ერთობით რა. ეგაა ჩემი ეს განწყობა და მოლოდინი არ უნდა გაუწოდოთ. არ უნდა გაუწოდოთ ჩვენს მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრი ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენ მაქსიმალურად ჩვენი ერთობით ადგილობრივ დონეზე, ცენტრალურ დონეზე უნდა შევქმნათ ის განცდა და ის პერსპექტივა, რომ ჩვენ მოსახლეობას სურვილი გქონდეს მომავალ არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობ, მოსვლის და მხარის დაჭერის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა დღეს ეთერში სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ საუბრობდით ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე, ასევე სხვა აქტუალურ საკითხებზე და საუბრობდით ბატონ მიხეილ გოგოტიშვილთან ერთად. ის გახლავთ ევროპული საქართველოს ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მადლობას გიხდით, რომ გვიყურებდით. მომავალ ხუთშაბათამდე.